2026 წლიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილების ოჯახების დაფინანსება გაიზრდება. ახალ ბიუჯეტში სოციალური პროგრამის დაფინანსება 10%-ით მოიმატებს. საკრებულო სესიაზე დაამტკიცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამა. პროგრამა კვლავაც 20 პროგრამით არის წარმოდგენილი როგორც გასულ წელს, მაგრამ ბიუჯეტი გაზრდილია 10%-ით და რაც კიდევ უფრო მეტი მოქალაქის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით გამოვყოფ ახალშობილთა დახმარების ქვეპროგრამას, რომლის მიზანიც არის მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მონაცემების მაჩვენებლების გაუმჯობესება და სწორედ აი ამის გამო გადაწყდა, რომ ახალ დაბადებულებს პირველ და მეორე ბავშვზე თუ 2025 წელს გაიცემოდა 300 ლარი, 2026 წლიდან გაიცემა 500 ლარი, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ ბავშვზე გაცემული იქნება 700 ლარი. და ვფიქრობთ, რომ როგორც აქამდე ჩვენი დაკვირვებით ვიცით, რომ ყოველწლიურად გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამ პროგრამას, მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამას ყავს გაცილებით მეტი მომხმარებელი, იზრდება ბიუჯეტი და რა თქმა უნდა კმაყოფილებაც შესაბამისად ადეკვატურად გაზრდილია ჩვენი მოსახლეობის.